უკვე ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს 2013 წლის მაისში ევროვიზიაზე. ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ევროვიზიის ყოველწლიური სიმღერის კონკურსზე დუეტი წარსდგებიან. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა დღეს მიიღო. როგორც კონკურსანტები ამბობენ, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პროდიუსერების გადაწყვეტილება, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელით ევროვიზიაზე წარმატები წარსდგნენ. საქართველოს ევროვიზიაზე მეექვსედ იღებს მონაწილეობას. ევროვიზია 2013 წელს შვედეთში სიდიდით მესამე ქალაქ მალმეში ჩატარდება. ძალიან რთული შაბათ-კვირა გქონდა, იმიტომ რომ განვიხილეთ საპროდიუსერო ჯგუფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა მომღერალი, ვისაც კი გამოცდილება აქ სცენაზე დგომის. ამიტომ მართლაც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი ყავდა და არჩევანი ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. საბოლოოდ გაკეთდა არჩევანი სოფო გელოვანზე და ნოდიკო ტატიშვილზე. ჩვენ ვიზამთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს წარვადგინოთ ღირსეულად და მოვიპოვოთ გარკვეული წარმატებები და დიდი წარმატებები. გავიგეთ ეხლა ხანს რომ დაგვასახელეს, ეხლა გავიგეთ დაგვირეკეს და ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ ამის შესახებ და ცოტა ემოციურ ფონზე ვართ მე და ნოდიკო.